Ხემშვიდობისა მეგობრო, მოგესალმებით, ეს ტელეკომპანია ვარსკვლავია, მე ჟურნალისტი ბესო ჩუბინიძე ვარ, სამეგრელოში ვიმყოფებით. 2025 წლის 23 მარტია. დღეს აქ ზუგდიდში ამ მშვენიერეს ხელოვნებისა და კულტურის განვითარების ცენტრის ამ ულამაზეს დარბაზში ჩემთვის ფრიად საპასუხისმგებლო ხალხის ფესტივალი ტარდება მათი ორგანიზებით. დღეს არის ქართული ცეკვა სული ერისა. ასე ქვია ამ გალა კონცერტს, ასე ქვია ამ დიდ შემოქმედი ადამიანების შეკრებას და იმ ხალხის შეკრებას, რომლებიც რეალურად ემსახურებიან ქართულ კულტურას, ემსახურებიან ქართულ ცეკვას და ემსახურებიან იმას, რასაც ყველაზე მეტად ალბათ სატრაბახოთ უნდა ატრიალებდეს მთელი ცხოვრება ქართველი ერი. განსაკუთრებით ეს სამეგრელოში იციან. ახლა ჩვენ დარბაზში მოვედით და მე რა თქმა უნდა თქვენ შემოგთავაზებთ ინტერვიუებს, შევხვდებით ორგანიზატორებს, ბატონ რომეო ბულიას, უდიდესი მადლობა უნდა გადაუხადოთ მას, რადგან ეს ფესტივალი, ბატონ რეზო ბულიას სახელობის ფესტივალი, მან დიდი ხნის წინ დაარსა და უკვე კაიხანია ვთქვათ, აი ამ საქმიანობას ეწევა და მე მქონდა ბედნიერება რამდენჯერმე ყოფილიყავი სცენაზე, მესაუბრა ხალხთან და მე თქვა ჩემი სათქმელი იმ ადამიანებს ვინც ემსახურებიან ამ ფესტივალს. ახლა დარბაზი ნელ-ნელა ივსება, სტუმრები ჩამოსულები არიან, აქ არის საქართველოს ქორეოგრაფთა კავშირი, ბატონ რომეოს მეგობრები და რაც თავარია, სუყე ადამიანები ქართული საცეკვაო ხელოვნების მსახურნი. აფხაზეთის სახელმწიფო ანსამბლი აჭარის და ძალიან ბევრი. ამას ჩვენ რეპორტაჟის სრულობის დროს რა თქმა უნდა წარმოგიდგენთ და შემდეგ გაგაცნობთ ამ ადამიანებთან საუბარს. ახლა დარბაზში შევიდეთ და სანამ ღონისძიება დაიწყება, იქამდე რამდენიმე ფრიად საპატივცემულო კაცს გავესაუბრები. რა არის ეს ყველაფერი, რა შედეგს მოგცემს ხალხთან ურთიერთობაში, რას ვაჩვენებთ ჩვენ, აი რომეო რას ცდილობს რომ რააჩვენოს ხალხს ამით? ეს არის პირველ რიგში ქართული ცეკვის უკვდავება. რომ ქართული ცეკვა ესეთი ძლიერი როა, ესე რომ თითქმის ყველა პატარიდან დაწყებული, დიდი დამთავრებული ყველას უხარია ეს ღონისძიება. და ჩვენ აი წლები გავიდა, უკვე 91-ის გავხდი. დიდან სამში რომ ვცეკვავდი 15 წლის ვიყავი. ხო და ეხლა ვარ 91 წლის. მაგრამ თავს მაინც ახალგაზრდა ვიქცე. სხვადასხვა მე არ მახსოვს, ჩელაში ყველაზე ხსოვანი ასაკობრივად რამდენი წლის არის ჩელას თუ არ წერილ 84-ის ხო მე რამდენი? ხო, ესეა. ხო, ნუ ასეა სამეგრელოში, ასაკს არეპუებიან, როცა ხელოვნებას შეეხება საქმეს, ცეკვას, სიმღერას, მithumedes მეგრულ სიმღერას და ცეკვას და ბავშვი წარმატებებს გისურვებთ. გაიხარეთ და გაფასეთ ბატონთანაც და ძალიან გეფერებთ. ჩვენ ყოველთვის გვიხარია თქვენი ნახვა. ვიცი, დარწმუნებულად დიდი მადლობა თქვენთვის. მე მგონი ბატონო ალეკო ეს ადგილი გამოწერილი გაქვთ სულ აქ სიხართ ხოლმე. როგორ ბრძანდებით? გაიხარი მადლობა. აი ბატონ თამას ვესაუბრებოდი ეხლა და ფესტივალი რომეო ბულიამ რომელიც აი უკვე წლებიც ამერია მე რამდენად ორგანიზება გაუკეთა. აღარ მახსოვს იმდენჯერ. ჩვენ კი ვიცით ყველამ რას ემსახურება, მაყურებლის გასაგონად კიდე ერთხელ მინდა თქვა რა არის ეს ყველაფერი ხალხი. ეს არის უზარმაზარი. ჯერ დავიწყებ იქიდან რომ სათაურია ისეთი რომ ყველა საქართველოს ქორეოგრაფიის მოღვაწემ ამას დიდი პატივი უნდა ეს ქართული ცეკვა სული ერისა. აქეთ მე ვიწყებ და ამით დავამთავრებ სუყურებას რამე თუ ამან მოიუცა მთელი სამეგრელო. მთელი სამეგრელო და სამეგრელო პატარა არ არის, ჩემს შენ კარგად იცი და მე მინდა რომ მართლა მივაგო დიდი სიყვარული, დიდი პატივი აი ამ გადადგმულ დიდ ნაბიჯს, რომელიც რომეო ბულიამ შექმნა, მართლა შექმნა თავისი აი მოღვაწეობით და მინდა რომ მას დღეს კიდევ ერთხელ მიულოცო დღევანდელი დღეა მიულოცო ყველა მონაწილეს, ყველა დამსწრე საზოგადოებას, ვინც აი ამ დღეს მონაწილეობას იღებდა. გეტყვი რა ჩემს უკან იმდენი ხალხია კიდევ რომლებიც ვერ ეტევა დარბაზში და ცდილობს ადგილობრივი აი ეს დირექცია რომ როგორმე ბატონ მანუჩარს ყოჩახ აი ეს ორგანიზაცია. ჩემ მანუჩარმა
მან უჩერს მართლა სამუშიას, რომელიც აი ამ ხელა რაღაცას უწლებია უძღვება და მოდი რა გაუმარჯოს, სადაც ქართული ცეკვა, სადაც ქართული ხელოვნება, სადაც ქართული ფოლკლორია, ყველას ვეთაყვანები და მინდა რომ აი ეს წლების და წლების განმავლობაში არსებობდა და გაგვიხაროს გულები და გაახაროს. გამარჯობა ბატონო ალიკო ჩვენ. ძვირფასელი მაყურებლებო, აგერ ბატონი ალიკოს გვერდით, ეხა ძალიან კარგი საქმით არის დაკავებული ეს ადამიანი სანამ დაიწყება სცენაზე ჩვენი საშემსრულებლო ხელოვნება, ტელეფონში ფეხბურთის მატჩს უყურებს, საქართველოს სომხეთის მეორე შეხვედრა დაიწყო და როცა ეს რეპორტაჟი დამთავრებული იქნება, თქვენ ზუსტად იცით რომ ისევ მოგებული ექნება საქართველოს. გიგლა ბატონო, რას რა თქმა უნდა. ერთ რამეს ვიტყვი, აი საამაყოთ სამეგრელოს ზემოსვანეთის მუნიციპალიტეტის სახელით, რომ აი ესეთი ლამაზი დღეს რაც ხდება სამეგრელოს ზემოსვანეთში. ესე იგი, აჭარის მთიანი რეგიონიდან ჩამოსულია ხულოდან ჩამოსულია ქალთა ანსამბლი, რომელიც ახალი დაარსებულია ბატონი უჩად ვალიშვილის ხელმძღვანელობით და ნუ ანსამბლი არსიანი გასაგებია. აკადემიური ლეგენდარული ანსამბლია და აი ეს ხალხი გაერთიანდა დღეს. ანსამბლი ჩელა, ძველი თაობა, რა თქმა უნდა, ანსამბლი არსიანის ძველი თაობა. ამას პრინციპული მნიშვნელობა აქვს ძველი თაობის ადამიანის. რა თქმა უნდა და თქვენ წარმოიდგინეთ რაოდენ სასიხარულო ეს რომ აი დარბაზში ხედავთ სულ ახალგაზრდა თაობაა და ახალგაზრდა თაობა ამას რო უყურებს და აქედან რომ მაგალითს იღებს, ეს არის ძალიან სასიამოვნო პრეცედენტი. ბაზარვარე. ეს დამსახურებაა ბატონი ჩვენი ძმა და მეგობრის ბატონი რომეო ბულიასი. სცენაზე იყო ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ხელოვნებისა და კულტურის განვითარების ცენტრის რეზობულიას სახელობის სიმღერისა და ცეკვის ანსამბლ ჩელას უფროსი თაობა. გამითხრობით, რომ ქართული ცეკვა, ქართული ნიჭისა და ქართული გენის ბრწყინვალე გამოვლინებაა და ქართული კულტურის განუყოფელი ნაწილია. მსოფლიოს ხალხთა ცეკვებიდან არც ერთი არ ასახავს მის ხასიათსა და კულტურას ისე როგორც ქართული ცეკვა, ამიტომ მნიშვნელოვანია, რომ ეს დიდი საგანძური ჩვენს მომავალ თაობებს შემოვანახოთ.
ასეთ შეგნებასა და წამს ემსახურება რეზობულიას სახელობის რიგით მერვე ფესტივალი ქართული ცეკვა სულიერისა. ფესტივალს საფუძველი ჩაეყარა 2017 წელს, რომლის დამფუძნებელიც გახლავთ სამეგრელო ზემო სვანეთის რეგიონის ქორეოგრაფთა კავშირი. ფესტივალის ავტორია სამეგრელო ზემო სვანეთის რეგიონის ქორეოგრაფთა კავშირის თავმჯდომარე ბატონი რომეო გულია. დღეს ამ დარბაზში თავი მოიყარა ჩვენი ქვეყნის სხვადასხვა კუთხიდან მოქმედი ქორეოგრაფიული და ფოლკლორული უფროსი თაობის ანსამბლებმა, რომლის წევრები თავის დროზე ცეკვავდნენ პროფესიონალურ ანსამბლებში. მათ დამოყრებას საფუძველი ჩაეყარა ზუგდიდში 2022 წლის 18 მაისს. ამ სცენაზე გაიმართა არსიანისა და ჩელას უფროსი თაობის მეგობრობის კონცერტი და ასევე 2022 წლის 6 ნოემბერს არსიანმა ქალაქ ბათუმში უმასპინძლა ჩელას. ეს იყო ნათელი მაგალითი საქართველოს მასშტაბით ყველა ყოფილი მოცეკვავეებისთვის, რათა ჩამოყალიბებული იყო ვეტერანთა ანსამბლები. მათ შორის არის აფხაზეთის ქართული ცეკვის სახელმწიფო ანსამბლის უფროსი თაობა. ჩელომ დიდი პატივით უმასპინძლა მათ და ასევე აფხაზეთის უფროსი თაობის მასპინძლობა იყო დედაქალაქში რუსთაველის სახელმწიფო თეატრში 2023 წლის 19 ივნისს. დღემდე გრძელდება ჩელას უფროსი თაობის მეგობრობა და ურთიერთობა არსიანისა და აფხაზეთის უფროსი თაობის ანსამბლებთან. ეს ყველაფერი ნათელი მაგალითია ჩვენი მომავალი თაობისთვის. საღამო მშვიდობისა, ჩვენბასო სტუმრებო, მოგესალმებით ყველას. რა თქმა უნდა, დარბაზს უყურებ და ვხედავ დარბაზში უფრო მეტი სტუმრები არიან ჩამოსული. ვხედავ ფოტელებს და მივესალმები მათ, მოგესალმებით ყველას. ჩვენ ზუგდიდელები ბედნიერები ვართ იმით, რომ მართლაც ეს მეგობრობა გრძელდება და დღევანდელი საღამო იქნება ამის დამადასტურებელი და ეს ყველაფერი დაიწყო 2011 წლიდან. 2011 წელს ჩვენმა მაესტრომ რეზობულიამ დაარსა და თავი მოუყარა ანსამბლ ჩელას სამთაობას და დღემდე გრძელდება აი ამ ანსამბლის წარმატება როგორც ზუგდიდში, ისე საქართველოს მასშტაბით და ასევე უცხოეთში. მე მინდა მადლობა გადავუხადოთ თითოეულ მოსულ სტუმარს. გეფენებით სულ ყველა შემოკეთილო ადამიანებო, ყველას დიდი მადლობა. განსაკუთრებით დიდი მადლობა თავბატონ მადონა თევზაძეს. მადლობა რომ ჩვენთან ერთად რომ ხარ. მე ალბათ ვაპატიე ცოტას ვღელავ, იმიტომ რომ ორი დღეა ჩვენი ქალაქი მასპინძლობს რიგით მერვე ხელოვნების ფესტივალს ქართული ცეკვა სულიერისა და მართლაც წინვალე ჩაიარა ეს ყველაფერი. მე მინდა განსაკუთრებით დღეს თითოეულ თქვენთაგანს აი აქ ყველას მიულოცო და გჯერა და წავს რომ საქართველოს ეროვნული ნაკრები დღეს გმოიგებს, გაიმარჯვებს, ერთად ისეივებს აი ამ ლამაზ სცენაზე. ჩვენ რაც ვთქვით ჩვენი სიტყვა ქალაქ ერევანში და ჩვენმა ნაკრებმა დაამტკიცა და მოდი რა თქმა უნდა აქედან ყველა ერთად უგუშებათ ჩვენს ნაკრებს. ჩემო პირვასებო, კიდევ და კიდევ მადლობა წარმატებებს გისურვებთ ყველა თითოეულ თქვენთაგანს და ჩამოსულ სტუმრებს.
ასე მორჩა დღევანდელი ფესტივალი რომეო დასკვნით სიტყვას აკეთებს და მე პირველ რიგში ბატონ გიორგისთან მინდა გადავიდე სიტყვი და ბატონ გიორგის დაუთმო ჩვენ ტელემაყურებელთან მოგესალმებით ბატონო გიორგი როგორ ბრძანდებით ძალიან კარგი. აი დამთავრდა კიდევ ერთი შესანიშნავი ფესტივალი გილოცავთ ამ ღირსეულად ჩატარებულ დღეობას და მოდი თქვენი სიტყვით შეგვიფასეთ დღევანდელი მოკლედ საოცარი ღონისძიება ჩატარდა. აი ესე ერთად 4 უფროსი თაობა, 4 კოლექტივი გაერთიანებული. აი ნამდვილად რომ მოცეკვავე არ ბერდება. ეს არის სასიამოვნო სანახაობა იყო დღეს. როგორ ეფერებოდნენ ცეკვით, სიმღერით უფროსი თაობა და იხსენებდნენ იმ ახალგაზრდობას, რაც წლების მანძილზე ფაქტიურად ქართულ კულტურას, ქართულ საცეკვაო სიმღერას და ცეკვას დაუთმენ. ბატონმა რომეომ შესანიშნავი ღონისძიება ჩაატარა. საოცარი ორგანიზატორია საერთოდ ეს კაცი. თავისი მასპინძლობით, თავისი მეგობრობით, სიყვარულით, ურთიერთობით განსაკუთრებულად უყვარს ქართული კულტურა და ეს ყველაფერი ზეიმად იქცა ფაქტიურად დღეს ზუგდიდში. მინდა კიდევ ერთხელ მიულოცო და არ გამოუტოვო ის საოცარი პირველი ახალი შეძენილი კოლექტივი საქართველოს ქორეოგრაფიაში. ეს არის ხულოს ანსამბლი ხელგაშლილა ბატონი უჩა დვალიშვილის ხელმძღვანელობით და უსრულო რა თქმა უნდა წარმატება და ყველა კოლექტივს დიდი მადლობა და ყველას წარმატებას უსურვებთ. 2-1. ახლა მივდივართ ბატონ უჩასთან რომლის მიერ შექმნილი და ჩამოყალიბებული ანსამბლის დებიუტი იყო დღეს სცენაზე აქ ზუგდიდში სამეგრელოს გულში. ბატონო უჩა, მომილოცავს დღევანდელი წარმატება, დღევანდელი გამოსვლა და მაყურებელმა ნახა თქვენს მიერ ხელქმნილი აი ამ ულამაზესი ადამიანების ნამუშევარი დღეს. შეაფასეთ მოდი დღევანდელი ნამუშევარი. შესანიშნავი ფესტივალი ჩატარდა და მე მადლობა მინდა ყველა ხელმძღვანელს უთხრა, რომელიც ჩართული იყვნენ აი ამ შესანიშნავ პროექტში და მე ამჟამად როგორც ხელგაშლიას ქორეოგრაფი მინდა ვთქვა, რომ ჩვენთვის ეს მართლაც დებიუტი იყო. ახალი შექმნილი ანსამბლი ვართ, სულ თვეებს ერთი წლისაც არა ხარ. ხო, ერთი წლისაც არა ვართ და რა ვიცი, ამ ერთი წლის განმავლობაში, თითქმის რამდენიმე თვის განმავლობაში, რამდენი წარმატებები ჰქონდა, კონკურსებშიც მივიღეთ მონაწილეობა, გავიმარჯვეთ კიდეც და რა ვიცი, აი ჩვენთვის საპატიო იყო აი ამ შესანიშნავ ღონისძიებაზე მონაწილეობა, იმიტომ რომ ბატონი რეზო ბულია ნამდვილად იმსახურებს აი ასეთ ყურადღებას, პატივისცემას, ის ჩვენი ქორეოგრაფიის ნამდვილი პატრიარქი და შესანიშნავი ადამიანი და აი მთელი ქალაქი 2 დღის განმავლობაში მეთან ჟიურის წარმოვადგენა აქ და რამდენმა ბავშვმა გაიარა აი ეს ფესტივალი და ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი მომავალი თაობის აღზრდისათვის ეს ყველაფერი და ქართული კულტურა, ქართული ხელოვნება ნამდვილად ხელს უწყობს მომავალი თაობის პატრიოტულ აღზრდას და აი ამ სულისკვეთებით მინდა გაიზარდოს ჩვენი მომავალი თაობა. ბატონო უჩა, ვინ არის ხელგაშლილას ნათლია? ხელგაშლილას ნათლია მე ვარ თვითონ. მე კი ვიცოდი ეს ძვირფასო ტელემაყურებელმა, მაგრამ აი ესეთი ლამაზი და გემრიელი სახელი, აი ესეთ კოლექტივს რომ ქვია, ეს უკვე ბევრი ცეკვაც გვაქვს და სიმღერაც გვაქვს და შემდეგ ნომერს ვამზადებთ, რომელსაც ცეკვასაც დავარქმევთ ხელგაშლილს. უკვე ხელგაშლილი გველოდებით ყველგან სადაც შეიძლება ჩამოგაკითხოთ, ხო? რა თქმა უნდა. ეს ასე იქნება ახლაც და მომავალში. წარმატებები თქვენს და თქვენს ხელგაშლილს. მადლობა. მართლაც ზეიმი იყო დღეს ფოლკლორისა ამ სცენაზე და მნიშვნელოვანი ის იყო რომ აი პირველად მოხდა მე ვფიქრობ რომ 3 ვეტერანი ანსამბლი ერთ სცენაზე იდგა და თავიანთ შემოქმედებას აჩვენებდა. ეს არის მათთვისაც დიდი სტიმული და მე ვფიქრობ რომ ახალგაზრდებისთვისაც ძალიან მნიშვნელოვანია ეს მომენტი რომ აი მათი შრომა იქნება ყოველთვის აი მიზან მიმართული იმისთვის რომ ქართული ცეკვა არის სული ერისა. კი ბატონო, თქვენ რას ფიქრობთ? აი ქართული ემიგრაცია უყურებს ძალიან ხშირად ჩვენ ტელევიზიის სიუჟეტებს. რამხელა იმედია თქვენ არიცით ეს მათთვის? რამხელა რომ პოლიტიკის გარდა კიდე ბევრი კარგი რაღაცები ხდება, კიდე ბევრი გამარჯვება, დღევანდელი გამარჯვება კულტურული, კიდე გამეორდები სპორტული გამარჯვება. მოდი მიმართეთ ქართულ ემიგრაციას, რომელიც სულდგმულობს ხელოვნებით, რომელიც სულდგმულობს სპორტული გამარჯვებებით და ესეთი გამარჯვებები. მიმართეთ მათ. ამ კითხვას მართლა არ ველოდი, მაგრამ აი დიდი მადლობა აი ამ კითხვისთვის. მე მინდა მიმართო
მართლად იმ ადამიანებს იქ სანამ იქ არ მოხვდები, იმას ვერ იგრძნობს, რასაც ისინი გრძნობენ და ჩვენი ქართული ფოლკლორით, ჩვენი ხელოვნებით, ისინი იქ ამაყები არიან, იმიტომ რომ ჩვენ აი ეს საგანძური გაგვაჩნია. მიყვარხართ და მე ამაყებით, მე იმედებით. დამთავრდა შესანიშნავი დღე, ჩამთავრდა კიდევ ერთხელ ღირსეულად წარმატებებს გისურვებ და მოდი მოკლედ ჩემი ფასე შენ დღევანდელი. ბესო, უპირველეს ყოვლისა მადლობა თქვენ, მადლობა თითოეულ ჩამოსულ სტუმარს. მართლაც ბედნიერებაა, როდესაც ჩანაფიქრი ასრულდება, როცა უკვე წლების განმავლობაში ეს ყველაფერი ხდება აი ამ ლამაზ ხელოვნების ტაძარში, ხელოვნებისა და კულტურის განვითარების ცენტრში. მადლობა ჩამოსულ სტუმრს, მადლობა აჭარის სიმღერათა ცეკვის სახელმწიფო აკადემიურ ანსამბლ არსიანის უფროს თაობას, მადლობა აფხაზეთის ქართული ცეკვის სახელმწიფო ანსამბლის უფროს თაობას, მადლობა ხულოს ფოლკლორულ ანსამბლ ხელგაშლას და რა თქმა უნდა მადლობა კოლხურ ტრიოს და რა თქმა უნდა ჩემს შელას რომელიც მართლაც უკვე 2011 წლიდან ამ ანსამბლის სამი თაობა ყოველთვის ბრწყინავს და ასახელებს არა მარტო ზუგდიდს არამედ სრულიად საქართველოს. მადლობა თითოეულ ჩამოსულ სტუმარს, მადლობა დაფასებისთვის. რომელ ბატონო მე დარბაზიდან უყურებდი აი ამ ადამიანებს და სხვა შორის ჩელაში ყველაზე უფროსი ასაკის მეგონი 93 წლისა. ყველაზე უფროსი არის ბატონი ბოჩია თოდუა 87 4 წელი მოუპარე ხალხო წარმოგიდგა 87 წლის და ამ ადამიანების კიდევ ასეთი გამოსვლა სცენაზე, ასეთი ხარისხიანი წარდგენა მაყურებლის წინაშე რისი გარანტია იმის რომ ქართული ცეკვა არის ჯანმრთელობის საწინააღმდეგო? ეს რა თქმა უნდა და ბესო ეს არის ნათელი მაგალითი ჩვენი მომავალი თაობისთვის რომ ქართულმა ხელოვნებამ, ქართულმა ცეკვამ ასაკი არ იცის. იმიტომ რომ დღევანდელი საღამო იყო ამის დამადასტურებელი და მე ვარ ბედნიერი რომ ჩვენ ვემსახურებით ქართულ ქორეოგრაფიას. ქართული ქორეოგრაფია არის ეს ის ოჯახი რომელიც აკეთებს ქართულ საქმეს. გილოცავ დღევანდელ დღეს და გილოცავ რა თქმა უნდა საქართველოს ნაკრების მორიგ გამარჯვებას. დიდი მადლობა თქვენ და სრულიად საქართველოს ულოცავ ამ ბრწყინვალე გამარჯვებას. მოკლედ ძვირფასო ტელემაყურებლებო ეს იყო ზუგდიდი დღეს 23 მარტია 2025 წლისა და ქართული ცეკვა სულიერისა რეზობულია სახელობის ქორეოგრაფიული ხელოვნების ფესტივალი დამთავრდა. მომავალ წლამდე გემშვიდობებით, ნახვამდის მე ჟურნალისტი ბესო ჩუბინიძე ვარ, ეს კი ტელეკომპანია ვარსკვლავები იყო. მომავალ შეხვედრამდე.